ჩაწერაც ჩავრთე უკვე, ჩემი ხმა ისმის, ოკეი. ესე იგი, დღეს რას ვიზავთ ახლა, მოდი ეგ ვთქვათ რა. დღეს უკვე ავაწყობთ ან თვითონ დავალებას გავაკეთებთ, ესე რომ ვთქვათ, რაღაც პატარა საიტს დავაწყობთ, რასაც თქვენ ხედავთ. და ცოტა გავარჯიშდებით უფრო პრაქტიკულად, თან ტექნიკურად როგორ უნდა გააკეთოთ ეს დავალებები, თვითონ უკვე HTML, CSS-ის და ასე შემდეგ მაგეებსაც გასწავლით რა. თქვათ, აქამდე თუ აკეთებდით პროსტა VS Code-ში რო გქონდათ უბრალოდ რაღაც პირობა მოცემული რო ჩააკოპირებდით და ეგრე რო ამოხსნით, აქ უკვე საიტის ვიზუალი გჭირდება, ესე რომ ვთქვათ რა, დიზაინი. და ეგ უკვე სხვა ანუ Figma-ში ხდება, ეხლა რასაც თქვენ უყურებთ, მოკლედ ეს არის Figma, ესეც აპლიკაცია, ანუ საიტი არის, ესე რომ ვთქვათ. Figma საკმაოდ გავრცელებული საიტი არის, ანუ როგორც დიზაინერებში, ასევე პროგრამისტებში. და აქ ანუ ორი მხარე რა, ერთი რომ Figma-ში დიზაინერები აწყობენ საიტის დიზაინს და შემდეგ უკვე დეველოპერები ნახულობენ ამ დიზაინს და აწყობენ. ჩვენ ახლა თქო უნდა ამ ყველაფერს შევხედავთ დეველოპერების კუთხიდან, ხო? აი ახლა წარმოვიდგინეთ, რომ აი რასაც თქვენ ხედავთ, ეს არის საიტის დიზაინი, ну, ძალიან მარტივი საიტია, უბრალოდ ერთი ქარდია რაღაცა. ანუ ეს არის საიტის დიზაინი, რომელიც უნდა ჩვენ ავაწყოთ რა, ანუ ვიღაც დიზაინერმა ის ააწყო მოკლედ აქ და ჩვენ უნდა ავაწყოთ. უკვე როგორც ანუ HTML ისე ანუ თვითონ როგორც რეალური საიტი, ხო? ანუ ეს ახლა რეალური საიტი არა, ეს არის უბრალოდ დიზაინი. და ჩვენ უკვე საიტში ამას გადავიყვანთ და მაგას ნახავთ, რა თქმა უნდა, როგორ გავაკეთებთ რა. დავალებებით რაც შეეხება ანუ აი Figma-ს ლინკები თვითონ რაც არის, ამებს მე დაგიდებთ ხოლმე ყოველი კვირის ქვემოთ, როგორც იყო ხოლმე JavaScript-ის შემთხვევაში, უბრალოდ ამებს დაგილინკავთ და მოკლედ ეხლა თან განახებთ სად არის. იდეაში ესენი ახლაც დევს ჩვეულებრივად უბრალოდ დევს სხვა სექციაში. თქვენ იმ სექციაში ქექვა აღარ მოგიწევთ, იქიდან დაგილინკავთ ხოლმე პირდაპირ რა. აი ხა მოდი Discord-ს ჩამოვიტან და მაგასაც განახებთ სად არის და როგორ არის. მოიწამით, აი ესე. ანუ ნახეთ, აქ არის ეტაპები, ეს აქამდე შეიძლება გინახავთ, უბრალოდ არ დაგჭიროებიათ. და აი მეორე ეტაპშია მაგალითად ეს დავალებები რა. ოღონდ იცოდეთ რომ აქედან არ მოგიწევთ რომ უშუალოდ ანუ აქ შეხვიდეთ ამებს სათითაო დაგილინკავთ ხოლმე იქ. მაგრამ ეხლა ნახეთ ანუ როგორ გამოიყურება. არის ლინკი Figma-ში, ანუ დიზაინი თვითონ საიტის, რაც უნდა აწყოთ. და არის zip ფოლდერი. ეს რა არის ნახეთ, ეხლა მოდით ჩვენ ჩავიწეროთ ეს zip-ი რა და განახებთ რა გვაქვს მოკლედ ამ იმაში ფოლდერში. რო გამოვაექსტრაქტოთ ეს და ნახოთ რა გვაქვს აქ. ნახეთ, აქ არის რაღაცა ანუ readme ფაილები. readme რა არის? readme აქამდე არ ვიცი თქვენ ხსმენიათ თუ არა, მაგრამ readme არის ზოგადად საიტის დოკუმენტაცია ხოლმე რა. აი, თქვენს რომ მაგალითად რამე საიტის ანუ ზოგადად საიტის არა, ზოგადად პროექტის დოკუმენტაცია, რაც არ უნდა იყოს რა. თქვენ თუ რაღაც პროექტს აწყობთ ხოლმე, შეგიძლიათ რა readme ფაილი შექმნათ და იქ დაწეროთ ამ საიტის დოკუმენტაცია, ანუ რა გამოიყენეთ ამ საიტში, რა გააკეთეთ და ეს რაღაცები. ამას ცოტა უფრო მერე ჩაუღმავდებით, მაგრამ ეხლაც რო იცოდეთ, აი აქ ნახეთ 3 readme არის რა. ანუ readme-ს უნდა მივხვდეთ როგორ წერტილი M-ზე გაფართოება, ეს არის markdown-ი. ესეთი გაფართოება არსებობს, რომელსაც იყენებენ readme-ს საწერად ხოლმე რა. აი მაგალითად რომ ნახოთ, აი readme.md რო გავხსნათ. ეს გაიხსნა ორი წამით, თაღონდ VS Code-ს გავხსნით ჯერ. და VS Code-ში გავხსნი ამ readme MD-ს იმედია თავის გაიხსნება VS Code-ში. ოკეი, ესე გავხსნათ მოდი. ანუ ესე გამოიყურება. ეხლა არ მინდა რომ ძალიან ამას ჩაუღმავდეთ, მაგრამ იცოდეთ რომ ესე გამოიყურება და readme.md ესე რომ ანუ ყველა პროექტს რო ჩაიწერთ ხოლმე ჩვენ დავალებებში ესე ეწერება და აქ იქნება უბრალოდ საიტის აღწერა რა და რაღაც ზოგადი ინფორმაციები. ნუ ეს თიდად არ დაგჭირდებათ რა იცოდეთ. ხო, მეორე არის readme template-ი, რომელიც არის ნახეთ რა, ეს არის template-ი, ანუ თქვენ რო დაწეროთ თქვენს მიერ საიტი, თქვენს მიერ დაწერილი საიტის ესა რა ქვია, აღწერა მაგის template-ია, როგორ უნდა გააკეთოთ. ამას ახლა ანუ markdown-ი თავისი ენა არის, ანუ მარტივი ენა არის რაღაცა, სადაც მაგალითად სათაური იწერება hashtag-ით,
ქვესათაური ორი ჰეშტეგი და ესეთი რაღაცები. და უბრალოდ მინდა რომ იცოდეთ, ამაზეც მე ცალკე ანუ მოარესერჩებთ readme რა არის და ასე შემდეგ და ანუ markdown ფორმატი რა არის ზოგადად ძალიან კაი იქნება რა. ეხლა უბრალოდ ამაზე არ მინდა რომ ზედმეტი დრო დავკარგოთ რა ესე რომ ვთქვათ. აი ჩვენ რაც გვჭირდება, მთავარი რაც არის აქ, რასაც გამოიყენებთ ხოლმე სხვა იდეაში დიდად არაფერს არ შეეხებით, ანუ პროექტის ფოლდერს რო ჩაიწერთ, გჭირდებათ იმიჯების ფოლდერი. იმიტომ რომ ამ პროექტში რა იმიჯებიც არის გამოყენებული, იქნება აქ რა, ანუ თქვენი თუ ეს ვერ ჩაიწერეთ, იმ იმიჯებს ვერ იმას, ანუ შეგიძლია რომ Figma-დანაც გამოაექსპორტოთ ხოლმე, მაგრამ უფრო არაკომფორტულია რა. აი აქ მოკლედ რო ჩაიწერთ ამ zip folders კონკრეტული პროექტის ეს იმიჯები დაგჭირდებათ. ეხლა აქ უბრალოდ ორი ისა რა ქვია, იმიჯი არის. მაგრამ დიდი პროექტი როცა იქნება, იმას უკვე ბევრი იმიჯი ექნება რა. ხო და მოკლედ დაიმახსოვრეთ, რომ უფრო ეს zip folder-იდან, აი ეს დაგჭირდებათ, ეს folder იმიჯების. სხვა არაფერი ისეთი. და Figma. Figma-ს დიზაინი. აი ეს ორი რაღაც არის, მოკლედ, რაც ყველა დავალებაში იქნება საჭირო, რომ ეს დავალებები თქვენ გააკეთოთ. ეხლა მოდი ცოტა Figma განვიხილოთ. მოიცა მაგამდე ამაზე მოთავიდან, თან კითხვები თუ გაქვთ რამე დაწერეთ, ან პირდაპირ მითხარით ხოლმე. ორი წამით ის მოსკვნათ. ხო, მოკლედ აი ჩათიდან ის მაგ რა ქვია, გახსნილი მაქვს მოკლედ და თუ კითხვები გქონათ, ეგრევე დამისვით. ორი წამი ამას ესე გადავიტან. ოკეი. მოკლედ, ხო, ეხლა Figma-ს რაც შეეხება რა, ანუ იდეაში რთული არაფერი არ ხდება ამ Figma-ში. არის დიზაინი მოცემული. ეხლა ნახეთ, აქ როგორც თქვენ უყურებთ, არის ორი დიზაინი. ეს არის ცალკე, ანუ დესკტოპი, ცალკე მობაილი. მაგას შემდეგ კვირებში ვისწავლით, როგორ უნდა გავაკეთოთ საიტი ცალკე, ანუ დესკტოპზე რომ მოერგოს, ცალკე მობაილზე რომ მოერგოს რა. ეგ დაივიწყეთ, ხა ანუ მობაილის დიზაინი დაივიწყეთ ამ შემთხვევაში. ჩავთვალეთ, რომ მარტო გვაქვს დესკტოპი. ხო? მოკლედ, აქ არის ყველანაირი ინფორმაცია, რაც შეიძლება რომ დაგჭირდეს, რომ ეს მინი რაღაცა საიტი ავაწყოთ. ნუ საიტის არ ქვია, ერთი კარდი აქვს უბრალოდ რა. რომ დავაკლიკებ თითოეულ ელემენტს, აქ არის ძალიან ბევრი ინფორმაცია. საკმაოდ და ეხლა ოღონდ რა ხდება აქ. ეს ინფორმაციები კი არის მოსამული, მაგრამ არის ჩვენთვის ცოტა გაუგებარი, იმით რა ქვია, ენით რა კი აქ წერია რაღაც position-ი ისეს, მაგრამ ზოგადად ამ იმას რა ქვია, ანუ Figma-ს აქვს dev mode. Dev mode არის, როდესაც თქვენ dev mode-ში გადაკავთ Figma, CSS-ის კოდს გიჩვენებთ უკვე უშუალოდ რა. და იქიდან მე ძალიან მარტივია, რომ თქვენ კოდში გადააკოპიროთ CSS-ი და სტილები მითეთ ამ საიტს. მაგრამ ეს dev mode არის ფასიანი. უფასოდაც შეიძლება თუ არ ვხვდები, თუ რომელიმე თქვენგანს მეილი გაქვთ ან სკოლის ან სტუდენტური, ანუ უნივერსიტეტის, მაგით შეიძლება იჩალიჩოთ, რომ უფასო იყოს თქვენ შემთხვევაში dev mode-ზე გადაყვანა ხოლმე და პირდაპირ ძალიან მარტივად გადაიყვანთ რა. მაგრამ მე ხა ეგ არ მაქვს გაკეთებული, მაგრამ სხვა ალტერნატივასაც გასწავლით. რომ ანუ სტილები და ესეთი რაღაცეები, ამ ელემენტების რაც გვაქვს, ხო, მაგალითად ამ ფოტოს სტილი, ამ სათაურის სტილი, რაღაც კარგად რომ ნახოთ. მაგისთვის არის ასევე სხვა აპლიკაცია, ანუ ალტერნატივა არის Figma-ზე და ქვია Zeppelin. ეხლა რაც მე ვაკეთებ, ანუ ამის ვიდეო ცალკე დევს ჩვენ Discord-ზე. ამ Zeppelin როგორ უნდა გამოვიყენოთ და ასე შემდეგ, როგორ უნდა დავუკავშიროთ Figma-ს, მაგრამ მეც განახებთ კიდევ ერთხელ აქ. ესე იგი, უნდა შევიდეთ ესეთი საიტია zeppelin.io, get started და აქ მარტივ ლოგინს გაივლით. ხა მე უბრალოდ არეგისტრირებული ვარ უკვე რა. თქვენ ძალიან მარტივ რეგისტრაციას გაივლით რა. და რო გადმოხვალთ პროექტებში, აქ გააკეთებთ რაღაცა პროექტს, რაღაც ახლოს დაარქმევთ, არ აქვს მნიშვნელობა. მე ხა ამას ალგონი დავარქვი და ნახეთ ხა მე რას ვაკეთებთ. უკან გადმოვდივართ Figma-ში და აქ არის აი Figma-ს აიკონი ზემოთ მარცხნივ რა. ამას ჩამოვშლით ესე და აქ არის პლაგინები. აი ხა ნახეთ, მე აქ Zeppelin-ი ეს პლაგინი იმიტომ მიჩანს, რომ უკვე ჩაწერილი მაქვს, მაგრამ თქვენ იდეაში არ გამოგიჩნდებათ ჯერ თავიდან. ამიტომ თქვენ შეხვალთ აქ manage plugins, ესე რომ წერია და აქ Zeppelin-ს დასერჩავთ, უბრალოდ აირჩევთ და თავისით ჩამოიწერთ ამ plugins Figma-ში. Figma-ს ბევრი
სხვადასხვა პლაგინები აქვს რა, რაღაც AI ასისტენტები, რაღაცები ასე შემდეგ. მაგრამ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი არის Zeppelin, რაც ხელ ჩვენ გვჭირდება. უკვე რო ჩაიწერთ ამ Zeppelin-ს, მე თავიდან რო შეხვალთ აქ პლაგინებში, აქ უკვე Zeppelin-ი გამოგიჩნდებათ. დააწვევით Zeppelin-ს და ესეთი რაღაცა Zeppelin-ის გაიშვება, ეს კიდე რატომ ჩანს არ ვიცი. ხო, აი ესე, ეს გაიშვება და ეხლა ნახეთ რას აკეთებთ. უნდა მონიშნოთ ის ელემენტები, რაც გინათ Zeppelin-ში გადაიტანოთ. ეხლა ამათ ნახეთ რატო ვაკეთებთ, ანუ Zeppelin-ი უფასო არის dev mode-ის მხრივ და ანუ Zeppelin-ს აქ ეგ dev mode-ი რო ყველაფერი ნახოთ ძალიან დეტალებში. და თქვენ რაც თაგჭირდებათ ამ შემთხვევაში რომ რაც უნდა ააწყოთ რა, ის უნდა გადაიტანოთ Zeppelin-ში. ჩვენ შემთხვევაში როგორც გითხარით, მარტო გვჭირდება დესკტოპი, ხო? ეს უნდა ავაწყოთ. ამას პირდაპირ მონიშნავთ ძალიან მარტივად ესე და რომ მონიშნავთ, მე დააწვევით ექსპორტს. და აქ ნახეთ, ხო, კიდევ ერთი რაღაც, თქვენ რომ თავიდან დააყენებთ ამ Zeppelin-ს, ანუ მოგთხოვთ, რომ თქვენი Zeppelin-ის აკაუნტთან დააკავშიროთ. და ეგეც ძალიან მარტივად გააკეთებთ იდეაში რა, არაფერი სირთულე მანდ არ არის. და მე უკვე თქვენი ანუ Zeppelin-ის აკაუნტს რო დაუკავშირდება, აქ ამოგიგდებთ folders, რაც აქ შექმნით, ხო? ამ შემთხვევაში მე რო გავაკეთე algouni, ამას მონიშნავთ ესე და დააწვევით იმას რა ქვია, exports. ცოტა დრო დაჭირდება, ანუ იდეაში ძალიან მალე იზავს ხა ამას, იმიტომ რომ პატარა რაღაცა არის. ხედავთ და всё, ეგ არის, გააექსპორტა. აქ მე პირდაპირ დაგიწერთ რა open Zeppelin, მაგრამ ნუ მე უკვე გახსნილი მაქვს, ამიტომ აქ გადავალ, შევალ algouni-ში და ნახეთ დაემატა ეს ჩვენი რა ვქო დიზაინი, ამას გავხსნი და ეხლა ნახეთ რომ დავაწვევი უკვე როგორც მე გითხარით, ეგრევე წერს სტილებს CSS-ის რა. ხო, ეს ეხლა ცოტა სხვანაირი ჩანაწერია, წერტილი, ოვალი და ასე შემდეგ და ფიგურული ფრჩხილები და რაღაც რო წერია, ამას ჩვენ ვისწავლით შემდეგ ლექციაზე, მაგრამ აქ რაც შეეხება აი სტილები ალბათ უკვე გეცნობათ, ხო? რაც წინა ლექციაზე გავაკეთეთ, ხო? ეს რაღაცა widzi, height და ეს რაღაცები რა. ხო, და მოკლედ როგორც ხედავთ, ამ კომფორტულია ძალიან, იმიტომ რომ დეტალურად ჩანს ყველა სტილი. რაც როცა dev mode-ი რო არ ქონა ფიგმაზე, აქ ცოტა უფრო რთული იყო რა, მაგის გარჩევა. ოკეი. თან ამე შეკითხვა თუ გექნებათ, ეგრევე დამიშვით. ეხლა უკვე რას ვაკეთებთ? ესე იგი დიზაინი გვაქვს, საკმაოდ ის დეტალურად და კარგად, მაგრამ ეხლა გვჭირდება რომ ფოლდერი გავაკეთოთ ხო ჩვენი პროექტისთვის. ხო, ეხლა ამ პროექტს რა ქვია, ნუ ძალიან მარტივად რომ უბრალოდ ეს პროექტი განვიხილოთ რა არის, ხო, რაღაც ქარდი არის, QR კოდი არის მოკლედ, QR კოდის ფოტო არის, სათაური არის და რაღაც პატარა ტექსტი წერია აქ მე, ხო? აი ესეთი ძალიან მარტივი საიტია. ხო, ეგ არის და ეგ. ეხლა ჩვენ გვჭირდება რომ შექმნათ ფოლდერი, new folder და QR კოდი რო დავარქვათ, ანუ შეეცადეთ ხოლმე რომ კი არის შეეცადეთ უბრალოდ ეგრე გააკეთეთ რომ რაც ქვია პროექტს თქვენ ფოლდერსაც ის დაარქვით რა და ნახეთ ანუ ბევრი სხვადასხვანაირად აკეთებს ხოლმე, მაგრამ იდეაში მიღებული პრაქტიკაა რომ ფოლდერს დაარქვათ პატარა სახელით, ანუ uppercase-ები არ გამოიყენოთ და სიტყვები ტირეთი გადააბათ, აი ესე QR code. აი ესე ძალიან მარტივად და გავხსნათ უკვე ეს ფოლდერი VS Code-ში. ხო, ეხლა რა გვჭირდება? პირველ რიგში, ხო გითხარით ის ფოტოები რაც აქვს ყველა საიტს. ეგ ფოტოები უნდა გადმოვიტანოთ ჩვენ ფოლდერში, ჩვენი პროექტის ფოლდერში. ამ ფოტოებს გადმოვიტანთ, რაც იქნება copy ფოლდერი აქვს უბრალოდ და ეს უკვე არ გვჭირდება, შეგვიძლია რომ ჩავხუროთ. ოკეი, ეს ფოტოებიც გვაქვს რა, ნუ ორი ფოტო არის რა და ეს favicon-ი რა არის და ეს ამები რა თქმა უნდა გამიხილოთ. შემდეგი ხარა, რაც დაგვჭირდება, რა თქმა უნდა ჩვენი index.html, ხო? index.html. ეს ფაილი, სადაც ჩვენ საიტს ავაწყობთ. ოკეი, ეხლა უნდა დავაგენერიროთ ჩონჩხი HTML-ის. აბა თუ გახსოვთ როგორ ვაგენერირებთ, ანუ რა შორტკატი იყო მაგისთვის შემახსენეთ თუ იმის გახსოვთ, რომ ეს HTML-ის ჩონჩხი ავაგოთ. ხო, კი ბატონო, სახლის ნიშანი, ხო? კი ბატონო, სწორია. ესე ჩონჩხს ავაგებთ და ეხლა ნუ კომფორტულად რო ვქნათ, ხო, რა თქმა უნდა, live-ში უნდა გავუშვათ ჩვენი go live-ით, ხო გახსოვთ ეს extension-ი რო ჩავიწერეთ რა წინაზე.
go live-ით გავუშვათ ჩვენი საიტი. ეს აქ გვაქვს დიზაინი, აქ საიტი და მოდი ნახევარ ეკრანზე ეს გავაკეთოთ და ნახევარ ეკრანზე ეს, იმიტომ რომ ეგრე უფრო კომფორტული იქნება მუშაობა. ნახევარ ეკრანზე გადმოვიდანთ ამას და ეგ არის, ანუ ყველაფერი გვაქვს უკვე იმისთვის, რომ ჩვენი საიტი ავაწყოთ. ოკეი, ეხლა რა ხდება, ნახეთ. პირველ რიგში აქ არის ეგეთი, მე როგორც გითხარით, ხომ მოდის დიზაინი ესე ქონდეს თან გახსნილი. აქ არის ეგეთი რაღაცა favicon-ი რა. favicon-ი რა არის? იცით? აი, ტაბში რომ არის აი ფოტო ხოლმე, ხო? ყველა ტაბს თავის ფოტო აქვს, აქ ყველა საიტზე. favicon-ი არის ეგ რა და ეხლა ნახეთ როგორ უნდა დავამატოთ ეგ. აი, ხდება ერთ-ერთი ასევე meta tag-ი არის favicon-ისთვის. ნუ meta tag-ი არა, ბოდი უბრალოდ ანუ head-ში იწერა, მაგრამ არის link tag-ი. link tag-ი ჩვენ არ გაგვიგვია წინაზე. და ეხლა მოდი ეგეც გავიაროთ. link tag-ი მაგალითად აი favicon-ისთვის რო გავაკეთოთ, რა არის? ეხლა ნახეთ. ასევე ეს ლინკი გამოიყენება, რომ დამატებით რაღაც კონფიგურაციები ჩვენ საიტს დავუმატოთ რა. ერთ-ერთი არის, რომ ანუ link tag-ი იმაში გვეხმარება, რომ აი ტაბში რა ფოტოც არის, ეგ შემოვიტანოთ. ოღონდ ნახეთ, ყველა link tag-ს აქ ესე ანუ rel, ასე რომ ვთქვათ, ეს არის აღწერა. ანუ უბრალოდ რას აკეთებს ეს link tag-ი და href-ი უკვე აკონკრეტებს, რომ ანუ რისთვის არის გაკონტროლი რა. ამ შემთხვევაში, ანუ href-ი არა ბოდიში, ორი წამით. rel ანუ href-ში არის თვითონ ლინკი ჩვენი ფოტოსი. რა ფოტოს გვინდა, რომ აქ გამოვიტანოთ ზემოთ აი ტაბში. და ეგ ლინკი უნდა იყოს როგორ ხო, აი წინაზე ხო ვისწავლეთ, როგორ უნდა მიუწვდეს, ასე რომ ვთქვათ, ფოტოებს. წერტილი, დახრილი ხაზი, images, დახრილი ხაზი და favicon ეს 32x32. აი ეს. რო დავასეივოთ, ნახეთ, აი ეს favicon-ი გაუჩნდა რა, პატარაზეა ძალიან, კარგად შეიძლება არ ჩანს, მაგრამ ნუ გაუჩნდა. და rel-ი არის ეს გვეუბნება ამ ასე ვთქვათ link tags რისთვის ვიყენებთ. ამ შემთხვევაში shortcut ესე icon ეს ნიშნავს იმას, რომ ტაბში რო ფოტო არის, მაგისთვის მინდა link tag-ი. link tag-ი ასევე არსებობს სხვადასხვა რაღაცებისთვის. მაგალითად, ასევე არსებობს link tag-ი იმისთვის, რომ ჩვენ საიტზე შემოვიტანოთ ფონტი. მაგასაც ვისწავლით დღეს, აი ხა უბრალოდ ესე განახებთ. link 2 წერტილი CSS აი იმპორტი რომ არის. ესეც ანუ სხვა რაღაცების დაიმპორტებისთვის გამოიყენება და აქ გონი არ მყარდა. ხო, აი რო ჩამოყოს მაგალითად ანუ CSS-ი არის რო CSS-ი დაუკავშიროთ HTML-ს და მაგას შემდეგ ლექციაზე ვისწავლით როგორ უნდა გავაკეთოთ და ასევე არის იმის რა ქვია ფონტებისთვის. ახლა უბრალოდ აქ არ მყარდა ხოს, მაგრამ მაგაზე ახლა მე მაგ თემაზე რომ მივალთ ამ სემინარზე მე განახებთ რა, ანუ როგორ უნდა გავაკეთოთ. კარნახით, არ მყარდა ხობს, გონი თუ მე არ მახსოვს არასდროს. ხო, ოკეი. ამაზე რამე კითხვა ხო არ გაქვთ ახლა რაც ვლაპარაკე? ოკეი, ანუ გასაგებია ყველაფერი. კარგით. ხო, ეხლა აქ რა არის კიდევ title, ხო? ამ შემთხვევაში title-ი უკვე ვიცით რას აკეთებს, მაგრამ ჩვენ title-იო დავუწევთ, აქ უნდა დავუწევთ keyword code, ესე ვთქვათ, რაც ქვია ამ იმას რა ქვია projects და tabში ზემოთ გამოიტანა მოკლედ ეს title. ოკეი. ამას მივხვდით. ეხლა მოდი უკვე დავიწყოთ უშუალოდ საიტის აწყობა რა. და დავიწყოთ რითი. პირველ რიგში თუ დააკვირდებით, ჩვენ შემთხვევაში ხო, ჩვენ შემთხვევაში ანუ მთლიანი body, ხო, ეს არის მთლიანი body, რასაც ჩვენ ვუყურებთ. არის თეთრი. მაგრამ თუ გადავალთ ჩვენ იმაში რა ქვია დიზაინში, აქ არის ცოტა მონაცრისფრო, მოცისფრო, ესე ვთქვათ რა. ხო? ამის დიზაინი ანუ ამის ფერი რო გავიგოთ, თვითონ ამ body-ზე დავაკლიკებთ და მარჯვნივ გამოგვიტანს სტილებს. აქ რა სტილებიც არის, ჩვენ ყველაფერი ვისწავლეთ. ერთი სამი დაიმახსოვრეთ, ოღონდ ძალიან ისე კაცრად რა. რა სტილებს აქ თქვენ გაჩვენებთ, არ არის აუცილებელი, რომ ყველა სტილი გადაიტანოთ ეგრევე თქვენს კოდში. ანუ ძალიან ბევრი სტილი არ გჭირდებათ და არ იქნება კარგი, რომ
გადაიტანოთ. აი მაგალითად ახლა width-ი, height-ი და padding-ი ამ შემთხვევაში არ დაგვჭირდება რა. ნუ მაგას გადაგზა მერე უფრო კარგად ისწავლით თქვა რომელი დაგჭირდებათ და რომელი არა და რატო. ამ შემთხვევაში ჩაგჭირდება მარტო background color. როგორ უწერთ ახლა background color-ს, ანუ სტილს, ხო ამ ბადის. წინაზე რა ვისწავლეთ? ბადის tag-ში ჩავდგებით, დავწერთ style, უდრის, ბჭყალები და ზუსტად რაც წერია აქ, ეგრე გადავაკოპირებთ. background color-ი და რაღაცა hex კოდი არის, რაც ასე ვისწავლეთ ჩვენ ლექციაზე. დავასეივებთ და რო გადავალთ, ნახეთ, რომ ანუ ის ფერი მიიღო, რაც ჩვენ გვინდოდა მთლიანმა ბადიმ. ოკეი, ეგ გავაკეთეთ. ეხლა უნდა გავაკეთოთ ეს ქარდი. ეხლა ნახეთ რა მაინტერესებს თქვენგან რა. აი ეს ქარდი რო გავაკეთოთ, აი ეს ელემენტები, მთლიანი ეს ქარდი თქვენი აზრით, რა ელემენტი უნდა იყოს, ანუ HTML-ის რა ელემენტი უნდა იყოს, ანუ რა ელემენტში უნდა მოვაქციო მთლიანი ქარდი. ოკეი, უკვე დაიწერა სწორი პასუხი იდეაში, ეს არის div. ხო, იმიტომ რომ როგორც მე მეკითხარით, რაღაც შინაარსობრივად ერთი და იგივე ელემენტების ერთობლიობას ვკრავთ. ხო, რაც არის მთლიანად ქარდი. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ანუ divider-ის ელემენტი, ანუ div და გავაკეთებთ ამ divs. ოკეი, ძალიან კარგი. ეხლა ამ div-ში პირველი ელემენტი რა გვაქვს? გვაქვს image, ხო? ძალიან მარტივად. დავწეროთ image-ის tag-ი, source-ში ჩაუწეროთ წერტილი დახრილი ხაზი, images დახრილი ხაზი და ეს, ხო? აი მეორე image რაც არის. სულ ეს ორი image გვაქვს, მეც არც გამოვიყენებთ იდეაში. image QR code და alt-ში შეგვიძლია რომ დავწეროთ, უბრალოდ მოკლედ აღწერა QR code. აი ეს. ოკეი. რო გადავიდეთ ახლა აქ, გამოჩნდა. ნუ ჯერ ძალიან დიდია, რა თქმა უნდა, ამ ხელა არ გვინდა, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ მივხედავთ რა. ჯერ უბრალოდ მოდი მთლიანი HTML-ი ავაწყოთ. შემდეგი ელემენტი თქვენი აზრით რა არის? ეს რაში უნდა ჩავწერო? ეს რაც გვაქვს აქ. აბა გელდებით. ნახე, აბა დაფიქრდი. ანუ აი ეს input-ი ხო არ არის, ანუ არაფერი ხო არ შეგყავს. ანუ input-ი არის იმის, რომ რაღაცა შევიყვანოთ, ხო? ოკეი, h2 ძალიან კაი ვარიანტი არის h2. უბრალოდ ანუ იმიტომ რომ ნახე სათაურია, ხო რეალურად. ამ ქარდის სათაური არის ეს. h2 ძალიან კარგი ვარიანტია, უბრალოდ ვინაიდან და რადგანაც სხვა ამ საიტზე არაფერი არ გვაქვს საერთოდ, შეგვიძლია რომ h1-ში დავწეროთ რა. ეს რაღაცა რეალური შემთხვევა იყოს, რაღაცა რეალური დიდი საიტი. მაშინ h2 უფრო კაი ვარიანტი იქნებოდა ალბათ ამისთვის რა. მაგრამ რადგან სხვა არაფერი არ გვაქვს საიტზე, ჯობს რომ h1 გამოვიყენოთ. მაგრამ h2-ის რო გამოვიყენებიან, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. ოკეი, h1 საბა, ალბათ მივხვდი ხო, ანუ input-ი რატო არ გვინდა აქ, იმიტომ რომ ანუ input-ი არის იმისთვის, რომ რაღაც შევიყვანოთ, ხო? რაღაცა ჩვენი თან მონაცემები და ის უბრალოდ სათაური არის, ანუ სხვა რამე არ. ოკეი. ეხლა ნახეთ, ძალიან მარტივია დაკოპირებაც. ამ სათაურზე დავდგებით, Ctrl-C და Ctrl-V ეგრევე ჩავკოპირებთ აქ, ძალიან მარტივად. ზოგადი კითხვა, ოკეი, ან პროექტს რა გავაკეთეთ, სად უნდა გამოვაგზავნოთ. ხო, ეხლა მაგას რაც შეეხება, ნახეთ, თქვენ ამჯერად ძალიან მარტივად შეგიძლიათ, რომ ამ folder-ს, ანუ საიტს რო აწყობთ, ხო ექნებათ folder-ი ამ საიტის, ვწოვოთ, ყველა საიტი სხვა folder-ში უნდა აწყოთ, რა თქმა უნდა. უბრალოდ ეგ folder-ი შეგიძლიათ რომ დაზიპოთ და zip-ი ჩაუგდოთ უკვე mentors დავალებების არხზე, სადაც ამოწმებენ ხოლმე დავალებებს. ეგ არის ეგ რა. მე ისწავლით უკვე GitHub-ს, სადაც ატვირთობთ ამ პროექტებს და იქიდან დალინკავთ, მაგრამ ნუ ეგ ჯერ არა. მაგრამ იდეაში მალე ვისწავლით რა. GitHub-ის ნაწილსაც, ოკეი. კარგით, ეს სათაურით ჩავაგდეთ. ეს სათაურიც გვაქვს აქ შვენიერი. და შემდეგი არის ეს ტექსტი. თქვენი აზრით, ეხლა კიდევ ერთხელ რომ მითხრათ, რა ტექსტში უნდა გავუშვა ეს ტექსტი რო გვაქვს აქ. პითეგი სწორი არის, უბრალოდ თავი დამით კითხვა იწერა, ეს დავიწყო აქაც სადმე შევდივარ კონკრეტულად კოდში კიდე სხვაგან. არა, ანუ ძალიან მარტივად folders გააკეთებ,
ამ folder-ს გახსნი VS Code-ში და იქიდან დაიწყებ უკვე გაკეთებას რა. უკვე გააკეთებ მე index.html-ის ფაილს და ასე შემდეგ, ანუ არაფერი განსხვავებული არ გჭირდება მოკლედ. pthegi როგორც ითქვა სწორი არის, ესე იგი ხა ჩვენ გავაკეთებთ ptheg-ს და ამას ავდგებით და ptheg-ში ჩავაგდებთ ესე text. ოკეი. ყველა ელემენტი გავაკეთეთ ეხლა ჩვენ რა, რეალურად. აუცილებლად ეხლა დავშვებით ნახეთ. ანუ როგორც თქვენ ხედავთ, რა თქმა უნდა ის არ გავს ასე ვთქვათ 100% იმას, რაც ანუ გვინდა რომ იყოს, ხო? იმიტომ რომ CSS-ი არ დაგვიწერია მაინც. მაგრამ თან ეხლა ნახეთ რა უნდა ვქნათ. მე როგორც თქვი წინაზე, აუცილებელია რომ inspect-თან მქონდეს ურთიერთობა ასე ვთქვათ ხშირი რა. inspect-ს გავხსნით, გადავალთ აქ network-ში, ცოტა კი პატარა ზეჩანს, იმიტომ რომ შუაზე მაქვს ეკრანი გაყოფილი, მაგრამ არა უშავს. და ეხლა უკვე დავიწყებთ ამის გასწავლას. როგორც თქვენ ხედავთ, ფოტო რაც გვაქვს, ანუ ნახეთ, ძალიან დეტალებში რომ გავაკეთოთ და ეგეთი ცნება არსებობს, მოკლედ, არის pixel perfect-ი. რაც იმას ნიშნავს, რომ აი ზუსტად ყველა პიქსელი იყოს იდენტური და იმავე დოზით, რაც არის დიზაინში. ეგეც საიტი რომ ავაწყოთ, ერთადერთი ვარიანტი ის არის, რომ inspect-ში უყურებდეთ, თუ რას ვაკეთებთ და როგორ რომ ანუ ვაკონტროლოთ რა. თუ inspect-ს არ გამოვიყენებთ, ნუ ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნება მაგ ხრივ. როგორც თქვენ ხედავთ ახლა რა ხდება აქ. აქ გვაქვს იმიჯი, რომლის ზომაც ანუ სიგანე და სიმაღლე არის 576, 576-ზე. divი რაც მაქვს, ამ divis სიგანე არის 368, ხო? აი ქვემოთ მარცხენა კუთხეში ჩანს, თუ არ ხედავთ. და იმიჯი არის 576. ანუ უფრო დიდია იმიჯი. არა და იმიჯი არის divis შვილი ელემენტი, მაგრამ იმიჯი არის div-ზე დიდი. h1 ზუსტად 368 არის, რაც არის divi. და ასე შემდეგ. ეხლა 368 საიდან მოვიდა? იმიტომ რომ ეს ეკრანი ახლა რაც მაქვს, ხო, ანუ დაბატარავებულია და 368 პიქსელია. აი აქედან აი აქამდე არის 368 და ყველა ემორჩილება ამ სიგანეს, აი ptheg-იც მაგდენია რომ ნახოთ და აი ყველა მაგ სიგანეს ემორჩილება გარდა image tag-ისა რა. ანუ image tag-ს ეგ ახასიათებს, რომ ანუ დიფაულტად ეს ფოტო რამხელაც იყო, იმხელა გადმოვიდა ამ საიტზე. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ძალიან ცდება ჩვენი საიტის ეკრანის იმას, რა ქვია, ზომებს. და პირველ რიგში მოდი მაგას მივხედოთ ახლა ჩვენ. ეხლა მაგას ნახეთ როგორ ვაკეთებთ რა. ჩვენ შეგვიძლია რომ გავწეროთ ეგეთი რამე, მაგრამ სანამ მაგას გავწერთ, მოდი ჯერ აი გარეთა divs მივხედოთ. უმჯობესი იქნება რა. გარეთა divs მოდი ზუსტად იმდენი სიმაღლე და სიგანე გავუწეროთ, სიმაღლე არა ვამოთ. სიგანე გავუწეროთ, მოდი. და ეხლა მაგას გიყვით რატო. ესე იგი, ამ divis სიგანე არის 320 პიქსელი. აი, თლიანი divi რაც გვაქვს აქ, ხო? და მოდი ავდგეთ და ამ divs გავუწეროთ style width 320 პიქსელი. ესეთი რაღაც. გადმოვიდეთ აქ და როგორც ხედავთ, 320 პიქსელი მიეცა divs. h1-ის სიგანეც გახდა 320 პიქსელი და ptheg-ის სიგანეც გახდა 320 პიქსელი. და რატომ მოხდა ეს? ეს მოხდა იმიტომ, რომ მშობელი ელემენტი რამხელაც არის, შვილი ელემენტებიც მაქსიმუმ იმხელა არის ხოლმე სიგანეში. ნუ თუ მე თქვენ ხელით არ გავუწერეთ სხვა სიგანე, ხო? მე ეხლა რადგან h1-ზე და p-ზე არაფერი არ მიწერია, რამხელაც იყო მათი მშობელი ელემენტი იმხელა გახდნენ ეგენიც სიგანეში ავტომატურად. ოღონდ მარტო სიგანეს გულისხმობ. მაგრამ იმიჯი ისევ დიდია უფრო. იმიტომ რომ როგორც ეგ თქვი რომ ანუ იმიჯი მშობელ ელემენტს არ ემორჩილება სიგანეში. მაგრამ ეხლა როგორ უნდა დავამორჩილოთ ესე რომ ვთქვათ რა. ეგ რომ დავამორჩილოთ შეგვიძლია ეგეთი რამე ვთქვათ. სტაილი ატრიბუტი დავუწეროთ ამ იმიჯს და ნახეთ ეხლა სიახლე შემოვა აქ. არსებობს ეგეთი ცნება max width-ი. max width უფრო კარგად გავიგებთ რომ გადავალთ responsive design-ზე, ანუ როგორ უნდა ავაწყოთ დიზაინი მობილურზეც და სხვადასხვა ზომის гаджеტებზე. მაგრამ ეხლა რო გითხრათ მარტივად max width-ი არის ისეთი property, რომელიც ელემენტს
ეუბნება, რომ შენი მაქსიმალური სიგანე უნდა იყოს რაღაც, ვთქვათ. რო უთხრა, რომ მაგალითად ელემენტის მაქსიმალური სიგანე უნდა იყოს 200 პიქსელი, ეს ელემენტი 200 პიქსელს არ ათდება. მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება რომ ჩამოსდეს. რა მომენტში მაგას როგორც გითხარით, მე გეტყვით. მაგრამ მე რო დავუწერო ელემენტს, რომ ანუ width-ი უნდა იყოს 200 პიქსელი და არა max width-ი, მაშინ იმისი width-ი იქნება არც მეტი არის ნაკლები ზუსტად 200 პიქსელი. ხო. მაგრამ ასევე გარდა პიქსელებისა, ჩვენ შეგვიძლია რომ ზომები გამოვსახოთ პროცენტებში. ესეც უფრო არის რესპონსიული დიზაინის თემა, რასაც ასევე მე გავვლით უფრო დეტალურად, მაგრამ აქედანვე მინდა რომ ეს გამოვიყენოთ. და ნახეთ ახლა როგორ. max width-ს მე დავუწერ 100%-ს. და რო დავასეივო, როგორც ხედავთ, ეს დაპატარავდა. ახლა მოდი გავარჩიოთ აქ რა მოხდა. 100% რას ნიშნავს? ჩვენ რო ეუბნებით ელემენტს, რომ შენი სიგანე უნდა იყოს 100%, ანუ მაქსიმალური სიგანე, ეს ნიშნავს, რომ შენი სიგანე უნდა იყოს მშობელი ელემენტის 100% მაქსიმუმ. მშობელი ელემენტი რო არის 320 პიქსელი, ხო? ამის 100%-იც გამოვიდა 320 პიქსელი და ამას აღარ გაცდება უკვე რა. პროცენტები ზოგადად, ანუ მთელი ფილოსოფია არის ეს, რომ ჩვენ ვუნებით, რომ მშობელი ელემენტის რამდენი პროცენტი უნდა იყოს. რადგან მშობელი ელემენტი არის 320, მაგის 100% გამოვიდა ასევე 320 და ეს იმიჯიც შესაბამისად დაჯდა 320 პიქსელზე. ოკეი. ეხლა ამაზე რამე შეკითხვები ხო არ გაქვთ, რაც ეხლა გავაკეთე. გაზრდა არ შეიძლება. ანუ გაზრდაში არ გულისხმობ ელემენტ თვითონ ფოტოზომის გაზრდა თუ რა თქმა უნდა, ანუ რაც გვინდა იმას დავუყენებთ. კი, ანუ უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ რაც დიზაინში არის ის იყოს რა. თორე რა სიგანეზე გვინდა იმაზე დააყენებ, შეიძლება არის ეგ. ოკეი. კარგით. ეგ გავაკეთეთ. ეხლა კიდევ ერთი დეტალი რა. ამ ქარდის უკანა მხარე არის თეთრი, ხო? ჩემ შემთხვევაში, ნუ გამჭირვალეა, ასე ვთქვათ, თეთრის არ აქვს. და მოდი ხაი გავაკეთოთ, ანუ divs გავუწეროთ background color-ი. ხო? background color-ი უნდა იყოს, ანუ იქ აღარც დიაში სტილს აღარ ვნახავ, იმიტომ რომ ანუ თალსახად თეთრი არის რა. ამიტომ დავწერო background color-ი იყოს white-ი. და რო დავსეო, ნახეთ რა მოხდა, ეს ელემენტი გახდა თეთრი. და ეხლა კიდევ ერთი დეტალი რაც მინდა რომ თქვენ გითხრათ რა. და ეს მინდა რომ ძალიან კარგად დაიმახსოვროთ. ელემენტს ძალიან ანუ იშვიათად ანუ ცუდი პრაქტიკაა რომ სიმაღლე გავუწეროთ ხოლმე. და რატო? ხო, თუ სიგანე გავუწერე, რატო შეიძლება რომ სიმაღლე რო გავუწერო? იმიტომ რომ არ ჭირდება იმ ხრივ რომ ელემენტი ავტომატურად იღებს იმ სიმაღლეს, ანუ სიმაღლეს იღებს მისი მშობელი ელემენტებიდან გამომდინარე რა. ნახეთ, ეხლა ეს divი ხო არის 513 პიქსელია და საიდან მოვიდა ეხლა ეს სიმაღლე? იმიტომ რომ მასში რომ ელემენტები ჩავყარე ეს ფოტო, რაღაც h1 და ptag-ი, ამათ სიმაღლეები დაემატა ერთმანეთს და ავტომატურად div-ის სიმაღლე რო შეიკრიბა ეს მივიღეთ. ამიტომ არ გვჭირდება რომ ჩვენით ანუ უთხრათ რა სიმაღლე იყოს. რა თქმა უნდა, რაღაც სიტუაციები იქნება, სადაც height-იც დაგვჭირდება, მაგრამ უფრო იშვიათად. ამ შემთხვევაში არ გვჭირდება და მაგიტო არ გავუწერეთ. ოკეი. ეგეთ გავაკეთეთ. ეხლა კიდევ რა გვინდა რომ გავაკეთოთ ჩვენ. ეხლა რო გადავიდეთ აქ მოკლედ, არის ეგეთი რაღაც. აი როგორც ხედავთ, აი თეთრი ადგილები არის მაინც აი ფოტოდან მოყოლებული, აი მთლიანად ეს თქვათ მოყვება ეს თეთრი ადგილები კიდეებში აქ, ხო? ჩვენ შემთხვევაში ეგ არ გვაქვს. აი თქვენი აზრით, წინა ლექციაზე გვახსენეთ, თუ მოусმინეთ ყურადღებით, როგორ უნდა გავაკეთოთ აი ეს თეთრი რაღაცები, აი ეგ რო არის, ანუ დაშორებები, ესე რომ ვთქვათ, ანუ ქარდის ბორდერიდან აი ამ ფოტომდე, რო გვაქვს ეს დაშორებები, როგორ უნდა გავაკეთოთ. კი ბატონო. ძალიან კარგი, ფედინგი არის მაგის ანუ გზა. ჩვენ თქვით, რომ ნახეთ რა, ხან ეგეც რო ცოტა ვლაპარაკოთ რა. ეხ ხო, წინაც დამოვიწყდა ამ ტერმინის გამოყენება. აი ეს რო განახეთ, ეს ხო ახსენით ჩვენ. ამას ქვია box მოდელი.
box model-ი ხო რაღაც ანუ ეს მთელი რაც ამაზე ვლაპარაკე ეს merge-ი, border-ი, padding-ი და ეს ამას მთლიანად ქვია box model-ი. აუ ორი წამით მეორე ეკრანი გამომერთვა რატომღაც და ჩავთავ შეიძლება გამოერთვა. ოკეი, გარი, ჩავთე. შენიერი. ხო. ამას ქვია box model-ი და აქ რაზეც ვილაპარაკე, ხო, აი padding-ზე რო გითხარით. ანუ ეს არის აი მთლიანი, ანუ სიგანე, სუფთა სიგანი და სიმაღლე ამ ელემენტის არის ეს და border-ი არის, ну, იდეაში არ ჩანს, იმიტომ რომ არ გვიწერია ხო border-ი, მაგრამ ამ border-ის და ამის შორის არის padding-ი, ხო? აი რაც აი ის გარსი ამ შემთხვევაში რაც კიდეებში ესე ემატება. ხო? და აი padding-ით კეთდება იქ ზუსტად. ამ შემთხვევაში padding-ი გვაქვს 16 პიქსელი. ამიტომ უბრალოდ დავდგები div-ში და გავაკეთებ padding-ს. ესე. და რა გითხარით, ხო წინაზე? თუ გინდა რომ 4-ვე მხრიდან გაუწეროთ padding-ი და ანუ იგივე იყო merge-ზეც, უბრალოდ წერთ ერთხელ 16 პიქსელს და ეს ავტომატურად იმას გულისხმობს, რომ 4-ვე მხრიდან padding-ი ექნება 16 პიქსელი. რო დავასეო და რო გადავიდე ახლა, როგორც ხედავთ, მიეცა ეს padding. ოკეი, ეხლა კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი გვაქვს აქ. თუ გადავალთ ჩვენ აქ, ანუ Zeppelin-ში, ნახავთ, რომ მთლიანი სიგანე ამ ელემენტის, აი ამ padding-ებიანად, ხო, რაც კიდეებში არის 320 პიქსელი. ხო ესეა. მაგრამ ჩვენ თუ ჩვენ box model-ს აქ შევხედავთ, ორი წამით, აქ თუ შევხედავთ box models, ნახეთ რა სიტუაცია გვაქვს. სიგანე არის 320 პიქსელი, მაგრამ ამას ზემოდან ემატება 16 padding-ი მარცხნიდან, 16 მარჯვნიდან. როცა Zeppelin-ში მთლიანად აღებული ეს ყველაფერი padding-ებიანად გამოდის 320 პიქსელი. ხო? და აქ ჯამში გამოგვდის 320 პლუს 2-ჯერ 16 რა, ანუ რამდენიც არის. ეხლა ეგ როგორ უნდა გამოვასწოროთ, რომ ეგრე არ გამოვიდეს ესე რომ ვთქვათ რა. ერთი ვარიანტი არის ცოტა ისეთი, რომ ავტომატურად ანუ სიგანე 320 პიქსელი კი არ დაუწერო, უკვე გამოკლებული დაუწერო რა, ანუ რამდენიც იქნება, რომ ეს 16-ები რომ დაემატება ჯამში გამოვიდეს 320. მაგრამ ეგ რა თქმა უნდა, ანუ რატო უნდა ასე ვთქვათ, კალკულაციები რატო უნდა ვატარო, ხო? როცა არსებობს გზა, რომ CSS მაიგ ავტომატურად გააკეთოს. და მაგისთვის არის ეგეთი სტილი, box sizing, border box-ი. ნახეთ ახლა რომ დავასეივო და რომ ჩამოვიდე, ნახეთ რა გააკეთა, ავტომატურად მიხვდა ამ სტილით, რომ მე თუ მეწერა 320 სიგანე და padding-ები 16, თავისით გამოვაკლო უკვე ამ 320 ეს 16-ები და აქ უკვე 288 დამიწერა. და იდეაში ხო ძალიან კომფორტულია რომ რაღაც კალკულაციების ტარება არ მოგვიწევს ასე რომ ვთქვა და თავისით გააკეთებს ამას რა. ხო, ეს თუ გაუგებარი იყო ეს ნაწილი, კითხეთ აუცილებლად. ჩატში. ოკეი, ეგეც გავაკეთეთ. ეხლა რა გვინდა კიდევ? გადავიდეთ მოდი აქ. შემდეგი არის, შემდეგი სტილი რამოდი ესეთ რამე ვქნათ. თქვენ როგორც ხედავთ, აი იქ ცოტა მომგვალებული აქ მოკლედ ამ ელემენტს რა, 4-ვე მხრიდან. მაგისთვის არის აი იქ სტილი წერია, border radius-ი 20 პიქსელი. ხო? ეგ ნიშნავს იმას, რომ 20 პიქსელი დაამგვალოს ესე რომ ვთქვათ, კუთხეები ამ კონტეინერის. თემო იცის, ყოჩახ. ესე იგი 20 პიქსელი უნდა დაუწეროთ, აქ გადავიტანთ border radius-ი 20 პიქსელი. და რო გადავიდე ახლა აქ HTML-ში დამგვალდება, ხო, მოკლედ ამ ძალიან მარტივი სტილია იდეაში, არაფერი რთული. აგე დაჟე თემაც კი იცოდა, ისეთი მარტივია. ესე იგი, შემდეგი, ოკეი, ეგეც გავაკეთეთ. შემდეგი არის ჩვენი იმიჯი, ხო? ამ იმიჯი ხარ აქ, ერთადერთი რაც ამ იმიჯს უნდა შევუცვალოთ, არის ასევე კუთხეებში მომგვალება. და ამის border radius-ი არის ეს 10 პიქსელი რა.
აი ეგიც გადავიტანოთ და დავუწეროთ ეხა სტაილი, მიუწეროთ ამას გვერდზე 10 პიქსელი. ამას მოდი ცოტა აქეთ ჩავწევ ჯობია თორე არ ჩანს. ოკეი, დავუმგვალდა ეგეთ ძალიან კარგი, ეგ ნაწილიც გავაკეთეთ. ერთადერთი თემოხსნეტია და ეს ხის ფიქასტომეტეზე. არა, თემო არის მენტორი და უბრალოდ მეხუმრები მაინც ვიცოდეთ, ვინც ჩანაწერს უყურებს. ოკეი. ხო, ეხლა აქ კიდე რაც მინდა რომ გაითვალისწინოთ არის რომ აი რო ვაკლიკებთ ხო აი ელემენტებს არ მინდა რომ ეგაგერიოთ რა. იმიტომ რომ აი ხა კიდე რაღაც ეს არის მოკლედ SVG სტილი არის გაფართოება მაგას მე უფრო თაგიხსნი და ამაზე შეკლიკება რა იდეაში. და საერთოდ სხვა რაღაცა გვაქვს რაც არ გვჭირდება. ამიტომ თლიან ფოტოზე გვინათ ანუ რომ დავაკლიკოთ რა, თლიან ფოტოზე უნდა დავაკლიკოთ და ამიტომ თლიან ფოტოზე დავასელექტებ. თავიდან ამაზე წვალობე ხოლმე ცოტა, მაგრამ თავიდანვე სწორად დაასელექტებ ხოლმე ამ თლიანი ფოტო არიჩიეთ, რომ ამ ფოტოს სტილები ნახოთ უშუალოდ რა. ხო. ოკეი. ესეც გავაკეთეთ. იდეაში ფოტოს ნაწილი მორჩა, აქ მეტი არაფერი არ გვაქვს. ეხლა შემდეგი რა არის? შემდეგი მოდის სათაური. სათაურზე რა ხდება? ეხლა მოდი H1 სტილები ვნახოთ, რაც გვაქვს. როგორც ჩვენ წინა ლექციაზე გავიარეთ, H1-ს უკვე თავისით რაღაც სტილები მოყვება. აი მაგალითად, პირველ რიგში მოყვება, ნახეთ, მერჯინები რა, თუ დააკვირდებით, ანუ ზემოდან და ქვემოდან აქ ეს მერჯინები, როცა ეს მე საერთოდ იდეაში არ გამიწერია. და ასევე ცოტა ბოლდი არის, ცოტა უფრო დიდი არის, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ეგ არ გვინდა. ამიტომ შეგვიძლია რომ შევცვალოთ. მაგრამ კიდევ ერთი კაი ის მინდა რომ გასწავლოთ ხერხი. ეგეთი რაღაც არსებობს CSS-ში, რომ აი დიფაულტად მიცემული სტილები რაც აქვს ელემენტს, ეგ რომ ავტომატურად წაუშალოთ ყველაფერი ერთად, ხო და ისევ ანუ ძალიან დიფაულტ ვერსიაზე რო დავაყენოთ ისევ რა არის, ნახეთ, მოიცადე, all reset-ი აღარ მახსოვს. დამოვსწრა. თემაში თუ გახსოვს, ეგრე დამიწერო. reset all. მოიცადეთ. all styling CSS. დავიწყებ აი ხოლმე ეს რაღაცებმა. all revert. ოკეი. მოიცადე. revert-ი ის აშკარად არ არის. unset all ხო, unset all-ია კი ბატონო. unset all. პროსტა ატომ განახს. unset all-ი მომატყუე ხა შენ არ არის unset all. all unset-ი ხო არ არის? all unset-ია. ხო, არც არ ხსოვები ესე. ოკეი. all unset-ი არის. იდეაში აქ რაღაც კი მითხრა, მაგრამ all-ი არის ხო? revert-ი კიდე სხვა რამეა. ოკეი, კაი იყოს ეს. ოკეი. ესე იგი all unset-ი გვაქვს. და ნახეთ, ანუ ყველა სტილი რაც ქონა, თავის გაუქრო რა უკვე. და დააყენა დიფაულტზე და ძალიან კომფორტულია ხოლმე იდეაში. იქიდან გამომდინარე, რომ თავის რომ მოყვება სტილები ცოტა გამაღიზიანებელი არის, მაგრამ შეიძლება არ ვჭირდებოდეს და ასე შემდეგ რა. ჩვენ კი შეგვიძლია ცალ-ცალკე თავზე გადავაწეროთ ყველა ჩვენი სტილი, მაგრამ all unset-ი უფრო ესეთია, კომფორტული არის. ეხლა მოდი უკვე ჩვენ რა სტილებიც გვინა, ის დავუწეროთ. ამ შემთხვევაში რა გვინა, აქ რა გვაქვს? ესე იგი, პირველი არის, ოკეი. ეხლა შევეხოთ ამასაც. font family. font family რა არის? font family ანუ ზოგადად კომპიუტერს და ბრაუზერს აქვს სხვადასხვა font family-ები, რომ შედიხართ მაგალითად რაღაც საიტებზე, ყველგან შეხვდებათ სხვადასხვა ხელწერა, ხო? ანუ სხვადასხვა ფონტი. ან თუ ქონია შეხება რაღაცა Word-თან, ეგეთ რაღაცებთან, ყველას გეცოდინებათ, რომ არსებობს ეგეთი ცნება ფონტები, ხო? რაც აი ადამიანურ ენაზე ვთქვათ, აი კალიგრაფია არის, ესე რომ ვთქვათ და სხვადასხვა საიტზე სხვადასხვა კალიგრაფიით ნაწერი ტექსტი შეიძლება რომ შეგვხვდეს. და ბევრი ფონტი არსებობს იდეაში რა. ამ შემთხვევაში ამ საიტზე არის გამოყენებული font family, რომელსაც ქვია outfit. ეგეთი სახელი არის. ეხლა რომ მე პირდაპირ გადავიტანო, ნახეთ. ამ შემთხვევაში ხო, ჯერ ვნახოთ ჩვენ რა font family გვაქვს აქ. ჩვენი font family არის Times-ი. ესე აწერია ორი წამით, აქაც თუ იქნება, ვაფშე კაი. all unset კაი ორი წამით H1
ოკეი, აქ არ გვიჩვენებს, მაგრამ აქ არის. ანუ ეს არის default ფონტი, ესე რომ ვთქვა ამ შემთხვევაში, რაც მოყვება, მაგრამ როცა საიტებს აწყობთ, იქ იქნება თავის სხვადასხვა ფონტი გამოყენებული. მე რო ეხა ავდგე უბრალოდ ესე და font family outfit-ი რო ჩაუწერო, ნახეთ, h1-ს რა ვთქვათ ამ შემთხვევაში, დაუწეროთ font family პრინციპში ხო დავკოპირებთ მინეს. ის დავწერ font family outfit-ი და რო გადავიდეთ, ნახეთ რა ხდება, თუ დააკვირდებით. აქ კი ფონტში outfit-ი უწერია, მაგრამ არ შეცვლა იდეაში, აი ვიზუალურად რო უყურეთ, აი ეს ფონტი ცოტა სხვანაირია, უფრო ცოტა მონგვალებული კუთხეები აქვს და ასე შემდეგ და ეს ისევ იგივეა. და რატო? აუცილებელი არის, რომ ფონტს სანამ გამოვიყენებთ, ეს ფონტი უნდა დავაიმპორტოთ ჩვენს პროექტში. თუ არ დავაიმპორტებთ, მაშინ ვერ გამოვიყენებთ რა. ეგ რო გავაკეთოთ, ეს ძალიან ისეთ კაი საიტი არსებობს, არის Google Fonts-ი, სადაც შეგიძლიათ რომ ყველა სახის ფონტი იპოვოთ საერთოდ. ну, რაც ამ ეტაპზე დაგჭირდება. რა თქმა უნდა, სხვა ფონტები არსებობს, რაღაცა custom ფონტები და ასე შემდეგ, რაც ყველაფერი აქ ვერ იქნება ფიზიკურად, მაგრამ აი ჩვენ დავალებებში რაც დაგჭირდებათ, ეგ ყველაფერი იქნება აქ. ჩვენ შემთხვევაში გვინდა რა ფონტი იყო? outfit-ი, ხო? ნახოთ, outfit-ი, ესე. აი ეს ფონტია. მოდი ახლა გავადიდებ, ცოტა უფრო კარგად რომ დავინახოთ, აქ რა ხდება და ნახეთ, ეს outfit-ი ხო დავწერთ შე. აქ get fonts დავაწვევი ძალიან მარტივად და აქ უნდა აურჩიოთ get embed code. ჩამოწერა შეიძლება ფონტის და ლოკალურად დაყენება და მე დაიმპორტება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეგ არ გვინდა. get embed code-ი. აქ რა თქმა უნდა ავირჩიოთ webs, იმიტომ რომ ან web-ისთვის, website-ისთვის გვჭირდება ეს ფონტი და ნახეთ, აქ არის ორი ვარიანტი, ლინკი და იმპორტი რა. იმპორტი არის ჩვენ შემდეგ ლექციაზე რო ვისწავლით ცალკე CSS ფაილს რო გავაკეთებთ და ასე შემდეგ. მე დაგვჭირდება ეს იმპორტი. ამ შემთხვევაში, როცა HTML-ში წერთ ყველაფერს, გვინა ეს კოდი, ანუ link tag-ები, რაც წეგან გამოვიყენეთ, ოღონდ წეგან იმაში გამოვიყენეთ, რომ favicon-ი რო დაგვეტანა აქ. ამ შემთხვევაში ფონტი რო დავაიმპორტოთ, ეს გვჭირდება რა. ამას პირდაპირ დააკოპირებთ და ჩააკოპირებთ აქ head-ში. დავასეივოთ და აი როგორც ხედავთ, სამი link tag-ი არის შემოტანილი, რაც იდეაში ილინკება Google Fonts-თან და მოკლედ ყველა ფონტი რაც გვაქვს, ანუ უბრალოდ ეს outfit ფონტი რაც გვაქვს, ავტომატურად უკვე აღიქმება ჩვენს პროექტში. ეხლა რომ გადავიდე აქ, ნახეთ, უკვე შეიცვალა რა, თუ დააკვირდებით, ფონტი შეიცვალა მართლა. აი, ეხლა ნახეთ, ანუ outfit მიწერია ამაზე არ მიწერია და რო შეადაროთ, ეს სხვანაირი არის, ეს სხვანაირი არის. და უკვე იმოქმედა. ეხლა კიდე რა ხდება აქ? თქვენ შეიძლება ეხლა ამ შემთხვევაში ამ საიტზე გვაქვს ორი ტექსტი მარტო რა, მაგრამ საიტზე შეიძლება ძალიან ბევრი ტექსტი გქონდეს, ანუ ძალიან ბევრი ტექსტური თეგი იყოს. ყველას რო ცალ-ცალკე არ დაუწერო ეს font family, მე შემიძლია უბრალოდ ავდგე და font family გავწერო body-ში, ნახეთ, font family outfit. body-ში რო გავწერო ესე და აქ უკვე ის მოხდება, რომ ყველა ელემენტი მემკვიდრეობით მშობელი ელემენტისგან, ანუ body-სგან მიიღებს ამ სტილს. აქ კიდე ერთი საინტერესო თემაა, რომ ანუ ეს მემკვიდრეობა რა, background color-იც კი მიწერია, ვთქვათ body-ზე რა, მაგრამ div-ზე ხო არ გადავიდა მემკვიდრეობით ეგ background color-ი. მაგრამ რაღაც ეგეთი სტილები არის, რაც გადადის მემკვიდრეობით, რაღაცები არ გადადის. ну, იდეურად რაც საჭიროა რომ გადავიდეს, ეგენი გადადის ხოლმე რა. ხო, მაგალითად, font family ისეთი რაღაცაა, რომ ყველა ელემენტს ხო უნდა ქონდეს ეს font family. რაც აიძემ იქნება. ამიტომ მე გადადის მემკვიდრეობით. ანუ body-ს რო გავუწერთ, client side-ზე იქნება ასე ვთქვათ აღქმული უკვე და ყველა ელემენტზე გადავა თავისით. აქაც რომ ნახოთ, თუ გამოჩნდება ორი წამით, ნახეთ, inherited from body. ანუ body-სგან მიიღო მემკვიდრეობით font family. და ეს background color-ი კი უწერია body-ს, მაგრამ არ მიუღია მემკვიდრეობით ამ body-სგან, იმიტომ რომ background color-ი ეგ სტილი არ არის, რომელიც გადადის მემკვიდრეობით, ესე რა ვთქვათ რა. ამ ფონტის გამოყენების საშუალება იმპორტებით გვაქვს
კი, რა თქმა უნდა, როგორც წეგან თქვი, ცალკე CSS-ის ფაილს როცა ჩვენ გავაკეთებთ და ვისწავლით, როგორ წეროთ CSS-ით ცალკე ფაილში, მან გვჭირდება უკვე ეგ იმპორტები. ეხლა უბრალოდ მაგას ყურადღება არ მიაქციოთ, შემდეგ ლექციაზე მაგას ვისწავლით რა. ეხლა რადგან ყველაფერს ვაკეთებთ HTML-ში, იმისათვის რომ ფონტიც HTML-ში დავაიმპორტოთ, გვინდა ეს link tag-ები რაც ახლა გამოვიყენე. ოკეი, ეს ფონტიც გვაქვს, ეხლა გვინდა სხვა სტილები, ხო აქ? რა სტილი გვაქვს მაგალითად კიდევ რაც საჭირო იქნება. Font size, font weight. Font size არის სიდიდე და font weight არის რომ უფრო მუქი იყოს ეს ჩვენ ის. სხვა სტილები რაც გვაქვს, ამ შემთხვევაში არ გვჭირდება, მაგრამ რაღაცები განვიხილოთ მაინც. ორი წამით, მოდი ნახევარზე გადმოვიდა ისევ. Font size, font weight, გადმოვიტანეთ, ოკეი. კიდევ რა არის აქ, ნახეთ, აი ხა რაც ჩვენ გვინდა არის, ნუ font style-ი ნორმალი, ჩვენ ვისწავლით რა, სხვა font style-ები არსებობს იდეაში. აი მაგალითად, მოდი ერთ გავაკეთებ აქ font style-ი, იტალიკი. არის მაგალითად დახრილი რო იყოს რა, ცოტა ტექსტი. არის კიდე underline-ი არა, მიცოდეთ, აქ მიტანახეთ რაღაცებს. ნორმალი ობლიკო ეს არც გამიყენებია ეს ცოტა რაღაცნაირი არის. ოკეი, კაი. ნორმალი არის ჩვეულებრივი ფონტის სტილი, რასაც შეხვდებით 90% თუ არა მეტი. და ნახეთ, ანუ არ მჭირდება მაგის გაწერა აქ რა, ანუ font style-ი ნორმალი რო გაუწერო, არაფერს არ მომცემს, იმიტომ რომ ავტომატურად აქ ნორმალი უკვე ამას, ხო? და ეგეთი სტილების გაწერა არ დაგჭირდება. ასევე არის აი მაგალითად line height-ი ნორმალი. Line height-ი არის, აი მოდი რა ვწეროთ, line height-ი, მაგალითად პიქსელებით რო წავუყვეთ, 100 პიქსელი დავუწეროთ თქვათ რა. ნახეთ როგორ გაიზარდა, ანუ აი დაშორებები რო გაჩნდა. იმიტომ რომ ეს თვითონ H1-ის ელემენტი თუ მივიდანთ ესე იმას რა ქვია, ელემენტი ამაუს, ანუ ძალიან გაიზარდა სიმაღლეში. იგივე height-ი არის H1-ისთვის ჩათვალეთ რა, ეს line height-ი და მე თუ line height-ს არ გავუწერ, ან normals გავუწერ, ავტომატურად რამხელაც არის მოკლედ, ანუ ბუნებრივად ეს ფონტი იმხელა იქნება line height-ს. მაგრამ თავიდანვე ნორმალი იგულისხმება, ამიტომ როგორც მეკითხარით, არ არის საჭირო რომ გავუწეროთ. და სადაც ზოგადად წერია ნორმალები, ეგენი არ არის საჭირო რომ ამ შემთხვევაში გავუწეროთ რა. ოკეი. Letter spacing-ი არის, კიდე ის რო გამოვიხილოთ, ნახეთ, letter spacing-ი დაშორება ასობგერებს შორის. ნორმალი არის რომ იყოს ჩვეულებრივი რა, ანუ არანაირი ისეთი ჩვეულებრივი დაშორებები, მცირე დაშორებები რო იყოს. მაგრამ მე თუ გავუწეროთ იგივე 100 პიქსელი, ნახეთ, ძალიან დაშორდა და ნუ რა თქმა უნდა ის არ გვინდა, მაგრამ ეგეც შეიძლება რომ გააკეთოთ. ნორმალი აქვს თავიდანვე, ამიტომ არ გავუწერ. მაგრამ ეხლა რაც ჩვენ დაგვჭირდება, ის არის, ნახეთ, text align-ი. თუ შეხედავთ ჩვენ შემთხვევაში, ტექსტი არის მარცხნივ ჩაწეული რა. ამ ნახეთ, H1-ზე რომ მივიტანოთ, ეს არის ცოტა მარცხნივ ჩაწეული. მე რო გავუწერო text align-ი, აი ეგ ისევ მარცხნივ დარჩა. და რატო? ესეც საინტერესო თემაა. ეს რაც ნიშნავს, ნახეთ, H1-ის ყუთი არის, რაც ახლა მონიშნული არის ლურჯად. და თვითონ ეს ყუთი არის ჩამოწეული მარცხნივ რა. მე რო უწერ text align center, ამ ლურჯ ყუთში რო ეს ტექსტი არის, მაგით ვეუბნები რომ ეს ტექსტი გაიცენტროს ამ ლურჯი ყუთის მიმართ. და ისედაც მთლიანად ამ ლურჯ ყუთზე არის ეს ტექსტი გადაჭიმული, ამიტომ ნუ მეტი ვეღარ გაიცენტრება. ამიტომ თვითონ ლურჯი ყუთი უნდა გავცენტროთ, ამ შემთხვევაში აი ლურჯი ისე კი არ არის ეხლა რომ აქ მონიშნული მაგითო. ლურჯი ყუთი უნდა გავცენტროთ მთლიანი ქარდის მიმართ რა. და თუ გახსოვთ ელემენტი რო გავცენტროთ, წინაზე რა გამოვიყენეთ მაგისთვის, რა სტილი იყო თუ გახსოვთ, მომწერეთ ან პირდაპირ მითხარით. კი ბატონო, ანუ merging auto, ხო? კარგია, აქ რო გავუწეროთ merging auto. ესე ორი წამით რაღაც შეიძლება მოხდა. refresh-ოთ. ოკეი. რატო მოხდა ესე? არ ვიცი, ორი წამით.
მამის ბრალი არის აშკარად. ოლანსეტი რო გავუწერეთ. ოლანსეტი რო გავუწერეთ, მაგის ბრალი არის, იმიტომ რომ display block-ი წაიშალა. display block-ი რა არის და როგორ არის, მაგას მე აგიხსნით რა და რატო აიყო ეხა ეგრე, რატო შეუშალა ოლანსეტმა მერჯინ აუტოს ხელი. მაგას მე ვისაუბრებთ უკვე, იმიტომ რომ ჯერ display-ს არ მინდა რომ შევეხო რა. უბრალოდ მოდი ეხა ოლანსეტი ჩვენ დავიკიდოთ და ოლანსეტი რო წაუშალი ისედაც იგივე იზარჩა, იმიტომ რომ ეს სტილები რო გავუწერე უკვე default სტილებს თავზე გადავაწერეთ. ეხლა უბრალოდ მაგას ყველა არ მიაქციოთ. ოლანსეტი წაუშალეთ და კარგად მუშაობს ყველაფერი რა. აი ესე არის კარგად და მშვენივრად. Textline center რო წაუშალო, მარცხნივ ჩამოიწევა უკვე მაინც. რატო? ეხლა უკვე ნახეთ, H1 არის ამ შემთხვევაში მთლიანად არის გადაჭემული ამ ქარდზე და უკვე გვინდა რომ აი ეს ტექსტი რაც არის, ეგ გავცენტროთ ამ logic კონტეინერის მიმართ. და აი მაგ შემთხვევაში უკვე Textline center იმოქმედებს რა. ეგ არის და ეგ. ოკეი. კი ბატონო, ეგიც გავაკეთებთ. ეხლა გადავიდეთ მოდით ამაზე. ხო, დაშორებებს რაც შეეხება. დაშორებებს რო გავაკეთოთ. ამის ზემოდან დაშორება არის 24 პიქსელი. ჩვენ შემთხვევაში ნუ არა აქვს ხო ჯერ დაშორება. ამიტომ მოდით H1-ს დავუწეროთ ეგეთი სტილი. ნახეთ, merging auto ხო მიწერია. უკვე merging ხო მიწერია იდეაში. მე შემიძლია მე თაგიდავთ რომ merging top-ი 15 პიქსელი იყო, აღარ მახსოვს. თუ არა სხვა იყო. 24 პიქსელი. რა თქმა უნდა, ხა ეს იმუშავებს, აი ნახეთ, გააკეთა კიდევ ეს დაშორება, რომ ნახოთ, აქ merging top-ი წერია, აქაც merging top-ი აქვს. უბრალოდ ორჯერ ვიმეორებ merging-ს რა. შემიძლია რომ ეს ყველაფერი ერთი მასში, ანუ ერთ property-ში გავაკეთოთ, ნახეთ როგორ. ეგით ამის შემიძლია დავწერო. merging, ნახეთ, 24 პიქსელი auto. ეს ნახეთ რას გააკეთებს. 24 პიქსელს დააშორებს ზემოდან და ქვემოდან და auto რომ იწერია მეორე ადგილას, ეგ ნიშნავს რომ უკვე გაცენტრავს. მაგრამ მე თუ მინდა რომ ზემოდან დააშოროს 24 პიქსელით, ჰორიზონტალურად გაცენტროს და ქვემოდან არ დაუწეროს ეს 24 პიქსელი, როგორც ახლა არის. შემიძლია რომ auto-ს გვერდზე მიუწერო 0-იანი. და ქვემოდან merging-ს აღარ დაუწერს უბრალოდ რა. ხო, ანუ სამი property ესე მუშაობს, მოკლედ, ანუ სამი უბრალოდ value. სამი value თუ დაუწერთ, ამ შემთხვევაში ესე იმუშავებს და ესეც დაიმახსოვრეთ. ოკეი, ეგ გავაკეთეთ და მგონი ფერი ქონა სხვა, მოდი ამას ვიზავ. ფერი ქონა კიდე ხო სხვა, მგონი, ნახეთ, აი background color-ი არა, ბოდიშით color-ი აქვს ოდნავ სხვა. ანუ შავი არ არის ეს ფლად რა. ცოტა სხვა ფერია, ამიტომ color-იც არ დაგავუწეროთ და color-იც გავუწეროთ. ვახ, ხო დავკოპირებ მთლიანად. აი ეს. გადავიდეთ და ეს color-იც მიეც რაც ხო. ეხლა გადავიდეთ, მოდი p tag-ზე. მოკლედ ნახეთ რა ხდება, ანუ ყველა სტილი გავუწერეთ ესე სათითაოდ და ანუ პირდაპირ არ გადააკოპიროთ რა, როგორც გითხარით. იმიტომ რომ კარგი არ იქნება მაგეთ უქნით. ეხაც რა გვინდა? width height. width height არ გვჭირდება. width ავტომატურად უკვე width შეიძლება დაგჭირდეს, იმიტომ რომ ზუსტად ესე რომ დაждდეს რა, კაი, ეს მოდი ბოლოს გავუწეროთ. height-ი არ გვინდა როგორც გითხარით, იმიტომ რომ თავისით მიიღებს საჭირო სიმაღლეს. merging-ი კი ბატონო, ანუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ გავუწეროთ merging-ი ზემოდან. merging top-ი 16 პიქსელი არის ზემოდან დაშორება. აქ იწერია 16 0, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გვჭირდება. გვინდა მარტო ზემოდან დაშორება. font size, აი font family უკვე აგაწერილი და ბალიდან არის ხო მისული, როგორც უკვე ვთქვით. font size არის 15 პიქსელი, გავუწეროთ font size 15 პიქსელი. letter spacing-ი აქვს ოდნავ დიდი, ანუ შეუმჩნევლადაც, მაგრამ მაინც რა, 0.13 პიქსელი, ამიტომ გავუწეროთ, ანუ ნორმალი არ არის მთლად. ეგეთ გავუწეროთ, რაც ნორმალები ამებს არ უწერთ, Textline center-ი და color-ი ბარემ ერთიანად გადავაკოპიროთ და გავუწეროთ ესენიც. ეს სტილები უკვე ვიცით, ხო? და რო გადავიდეთ, ნახეთ, გამოვიდა ეს. მაგრამ ეხლა ნახეთ რა სიტუაციაა რა, კიდევ ერთი მომენტი ის არის, რომ ეს ტექსტი არის ორ ხაზზე. და აქ თუ გადავალთ, აქ არის სამ ხაზზე. აი გვჭირდება იდეაში სიგანი. ან width-ი რა, იმიტომ რომ ამის სიგანი ოდნავ პატარა არის,
ამ პითეგის და შესაბამისად მესამე ხაზზე აგდებს უკვე ტექსტს, რადგან პატარა არის ტექსტი ვეღარ პოულობს ადგილს და ქვედა ხაზზე ვარდება, ხო? ამიტომ ეს სიგანე გავუწეროთ, მოდით. ამ შემთხვევაში უკვე გვინდა სიგანე რა, რომ ზუსტად სამ ხაზზე დაატიოს ეს ტექსტი. width-ი გავუწეროთ 256 პიქსელი და უკვე სამ ხაზზე კი დაჯდა. მაგრამ, ნახეთ, სიგანე რო შეუმცირე, ჩამოიწინა ამ ტექსტმა მარცხნივ. ამიტომ ეს პითეგიც უნდა გავცენტროთ. იგივენაირად დავუწერთ merging autos. ოღონდ ნახეთ, merging top-ი ხომ იწერია უკვე. ამიტომ მოდი აქვე ჩავუწეროთ. როგორც წეან გავაკეთეთ merging-ი 16 პიქსელი რადგან იყოს ეს ზემოდან, auto და 0. ეგ არის, გაიცენტრა ესეც. ხო, მივიღეთ ეს შედეგი, რაც გვინდოდა. შვენიერი, რამე ხო არ გამოგჩა აქ. ოკეი. ერთადერთი რა შეიძლება რომ იყოს აქ font weight-ი ცოტა პატარა აქ მგონი, ანუ აქ მუქი გვაქვს, იქ რატომღაც არ წერია font weight-ი. ნახეთ, font weight-ი შეგიძლიათ რომ მიცეთ რიცხვებითაც რა, ანუ გამოსახული იყოს, არა მარტო სიტყვიერად, აი bold-ი, bolder, lighter მაგალითად არის უფრო რომ თხელი იყოს. ნახეთ, ძალიან გათხელდა ეხა. ესეც შეგვიძლია, მაგრამ ანუ რიცხობრივი სიდიდეც არის რა font weight-ი. და შემიძლია რომ 200 გავუწერო თქვათ რა, აი უკვე 200 რაღაცას გავს. 300 უფრო მუქია, 400 კიდე უფრო კი, ან 500 უფრო კიდე მუქი და ასე შემდეგ რა. ნუ ეხა 200 მგონი ორი წამით, ნუ თლაზე 200 არა, ალბათ უფრო 300 აქვს რა. მგონი დიფაულტად აქვს ისედაც. ოკეი, აი, რადგან არ წერია font weight-ი, ესე იგი ჩვენც არ გავუწეროთ, მოდი და იყოს დიფაულტად რაც არის. ეგეთ გავაკეთეთ. ერთი დეტალი რაც დაგვჭა არის ქვემოდან დაშორება, ნახეთ. ქვედა კიდეთან დაშორება ამ ტექსტს არის 40 პიქსელი. ჩვენ შემთხვევაში ქვედა დაშორება რამდენია? ფედინგი რო გავუწერეთ, ხო გახსოვთ? ეგ 16 პიქსელი არის ქვედა დაშორება რა. ახლა კი მოგვიწევს რომ ჩავატარავთ კალკულაცია. აქ თუ არის 40 პიქსელი და მე უკვე 16 პიქსელი დაშორება მაქვს, ერთი ვარიანტია რომ შემიძლია merging bottom-ი გავუწერო. merging bottom, აი ეს აი, ნახეთ, 0-იანი არის რეალურად ქვედა დაშორება ამ შემთხვევაში. ახლა გვიწერია რომ არის 0. უკვე თუ 16 აქ და ჯამში მინდა რომ 40 ქონდეს, უნდა გავუწერო 24. ხო, ანუ იმიტომ რომ ჯამში 16 პლუს 24 გამოვა 40 და იგივე შედეგს მივიღებთ რა. ეს არის ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი არის რომ აქ 0 დავტოვოთ და ფედინგი ნახეთ როგორ გავუწეროთ. ეხლა ხო 4-ვე მხრიდან 16 პიქსელი მიწერია მე ფედინგი აქ. შემიძლია რომ ესე გავუწეროთ 16 პიქსელი ზემოდან, 16 პიქსელი მარჯვნიდან, 40 პიქსელი ქვემოდან, 16 მარცხნიდან. აი ეს. და ზუსტად იგივე შედეგს მივიღებთ. იქ უბრალოდ ის merging-ი ისევ წაუშალე და აქედან გავუზარდე რა ფედინგი. და იგივე შედეგი მივიღეთ ერთი-ერთში. რომ ქვედა მხრიდან უბრალოდ წაუმატეთ ფედინგი. ნახეთ, აი ესე რომ ნახოთ აქაც box model-შიც ქვედა მხრიდან აქ ფედინგი წამატებული. ხო, ანუ მოგეთ არ აქვს მნიშვნელობა მაგას, მაგრამ უფრო მოსახერხებელია მგონი ესე რომ რაღაც გამოკლებები არ მოგიწიოთ რა. ხო, ანუ ეგ არის ზუსტად მაგ თანმიმდევრობით, ნახე, 4 როცა უწერია. აი ეს. პირველი არის ზედა, ეს არის მარჯვენა, მეორე, ეს მესამე არის ქვედა, მეოთხე არის მარცხენა. ანუ საათის ისრის მიმართულებით მოდის რა, მარტივად და დაიმახსოვრა და იწყება ზემოდან ოღონდ. როცა 4 წერია. კი ბატონო, ეგეთ გავაკეთეთ. ნუ იდეაში ფლიანი საიტი ავდოთ, ეხლა მოდი ცოტა რომ გავალიდოთ. ერთი დეტალია რომ მარცხნივ რჩება საიტი რა. საიტი რა იყო და კარდი რჩება მარცხნივ. რო გავცენტრო, რა უნდა გავაკეთო? div შემიძლია რომ დავუწერო merging auto და ავიღებ ცენტრში. აი ეს. ესე მივიღეთ ჩვენი საიტი. როგორც ხედავთ, ოღონდ ერთი დეტალი რომ ზემოთ არის, ანუ ვერტიკალურად ცენტრში არ გვაქვს, მაგრამ მაგას ახლა არ გავაკეთეთ, მაგას მე ვისწავლით როგორ უნდა გავაკეთოთ რა. ეხლა ეგ არ გვინდა. სულ ეს არის იდეაში, რაც ახლა ჩვენ გავაკეთოთ საკმარისი არის, იდეაში ფლიანად ავაწყეთ, pixel perfect-ი არის მგონი, იმიტომ რომ რავი რაც იყო მოცემული ეგ გავაკეთეთ ერთი-ერთში, ნუ უბრალოდ ცოტა ზემოთ არის ჩვენ შემთხვევაში და მაგასაც მე ვისწავლით როგორ უნდა გავაკეთოთ. So, ეს იყო სულ რა, რაც ახლა ჩვენ გავაკეთეთ. ოკეი, გამეკითხები თუ გაქვთ ახლა თქვენ
გამოუშვით, ჩატში შეგიძლია რომ დაწეროთ, ან მითხრათ პირდაპირ. თუ არა და მაშინ მე გეტყვით ახლა უცებ, რა იქნება და როგორ. ამას რა თქმა უნდა, ანუ ამ სემინარს ვაუტვირთავ, ამ დავალებასაც ქვემოთ მოვაყოლებ, ჩემ კოდსაც მოვაყოლებ, მაგრამ თქვენ თავიდან ააწყეთ ეს დავალება დაუხმარებლად. თუ რამეში გაიჭედეთ, მე გადახედეთ უკვე ჩემ კოდს და ამ სემინარს, მაგრამ მინდა რომ თქვენ ააწყოთ მოკლედ ერთხელ თავიდან რა. ეს დავალება. მეტი არაფერი არ გიქნებათ შემდეგ კვირამდე. იმიტომ რომ მეტი არც არაფერი არ გვისწავლია ჯერ შესაბამისად მარტო მოკლედ მაქსიმუმ ეს საიტი ააწყოთ თქვენ თავიდან. შემდეგ კვირაში უკვე კიდე ბევრ რამეს ვისწავლით, ასე რა ვთქვათ. და იქაც მოკლედ მერე უკვე იმ დავალებაში რაც გვიქნება უფრო მეტ რამეს გავაკეთებთ რა. ოკეი, ეგ არის და ეგ. კითხვები თუ არ გაქვთ არაფერი, მაშინ დაგემშვიდობებით. ჩაწერას გამოვთავ, მოდი ბარე.